სპოილერი. აი ეს წადით ნახეთ ეს ფილმი კინოში. უმემსო იყო. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. გამარჯობა პირველში. ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ კინოთეატრში. ახლა ჩვენ მოვბრძანდით რომ ნახოთ პროექტი ავე მარია, Project Hail Mary, რომელიც დავარეაქტეთ რამდენიმე თვის წინ ტრეილერი. რა მოლოდინები გვაქვს იმ ტრეილერში კი ვთქვით, ტრეილერიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე მაგალითად მეტი არაფერი არ მინახავს, ყველანაირად მოვერიდე ამ კვირაში ინტერნეტში ეს სახელი რომ ხდებოდა, ეგრევე სკროლავდი და ერთი რაც ნახე და კიდევ უფრო დამაინტერესა, ეხლა და ერთ ფილმს რო შევალთ, მწვანე ეკრანი საერთოდ არ არის გამოყენებულიო. კი, ეგ ნახე მეც და ეგ არ ვიცოდი, არ დავაკვირდი ტრეილერში თუ არ იყო, ანუ არ ვიცი, გრეგ ფეიზერი არის ამის ოპერატორი და ეგ კაცი რას რო გადის უფრო რომ მიყვარდება და გიჟია. ძალიან აი ყველაფერი ხელით გაკეთებულიო და რაღაც მოკლედ, აი მას რაღაცებს ვაფასებ და ამიტომ არის რომ მესმის იმ ადამიანების ვინც ნერვიულობს, ან იმ ადამიანების ვინც უარყოფითად არის განწყობილი AI-ის და რაღაც მსგავსი ხელოვნური ჩარევების მიმართ რაც გასაგებია. ერთჩანართოდ კი არა, პირიქით, უფრო მეტი ღირებულება ედება ადამიანის ხელით გაკეთებას და ამ შემთხვევაშიც რა, თუმცა მე CGI-ის მომხრე ვარ. CGI ხო CGI ადამიანის გაკეთებულია AI არ არის, ამიტომ ხო. ასე რომ მოლოდინები ძალიან სერიოზული გვაქვს, ვიცით რომ ხალხი არის გადარეული. აი ესე რო დადის და ვნახოთ ერთი ჩვენს თუ აი ესეც აი შესვლამდე ვიტყვი რომ ტრეილერიდან გამომდინარე გამახსენდა ორი ფილმი. ერთი ტრეილერის რეაქციაში ვთქვი გრავიტაცია და მეორე ამ ბოლო დღეებში გამახსენდა რახან კომიკურიც არის საშკარად Don't Look Up ის მსგავსი ხო არ იქნება რაღაც ტონალობით და შემდეგ ეგ ფილმი მედიდან არ მომეწონა, მაგრამ ხო და იმედი მაქვს ეს მოკლედ სხვანაირად გამოიყენებს თავის მატერიალს და წავიდოს ნახოთ. კაი. მოკლედ ხალხო გამოვედით ფილმიდან და ვერ მოვითმინეთ და რაღაცები მაინც თქვით, რაღაცები მაინც არა, ერთმანეთს გაუზიარეთ, იქვე უზიარებთ რაღაცებს, იმიტომ რომ ეს შანსი არ იყო, ანუ ნახევარჯერ ესე ვიყავ. ხო, ანუ ეს ხარი არა მაქვს, როგორც ამას ეს ხარი არ აქვს. ძალიან მაგარი ფილმი იყო, რასაკვირველია ეფექტიც, აკ ეფექტი იმან მოახდინა რომ დიდ ეკრანზე ნახეთ და უბრალოდ გრეგ ფეიზერი უბრალოდ ეს კაცი არის ჩვეულებრივი შეშლილი, შეურაცხადი, ანუ დიკინსის მერე რაღაც ხარ მაინტერესებს. დიუნის ოპერატორი ხო არის აქ, ანუ მესამე ნაწილიც და ოდისეაც მაგის არ არის? ტელეფონში გადავამოწევ და თუ ეგრეა, მე ამ კაცს ფეხით ჩავაკითხავ და შევანჯღრევ. არა, კარგი არ არის. არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ როგორ გამიკვირდებოდა. რისიც არის ეგეც ეყოფა. მოკლედ ეს კაცი არის გიჟი. აი რაღაც ეპიზოდებზე უბრალოდ გავგიჟდი, უკაცრავად პირველ რიგში იმის, იმიტომ რომ აი 15 წუთის ემოციებს ყვებით, ასე რომ ცოტა არეულად კი ცოტა კი არ მეგონა ძალიან არეულად არა, ხო ეს იქნება უფრო რაღაც აი პირველადი ემოციები და რაღაც განხილვა და რევიუ ნაკლებად. ხო, იმიტომ რომ ანუ what ჭყალებში შევრცხვი, იმიტომ რომ როგორც დრო დამთავრდა ფილმი ეგრევე ვიკივლე და ახლა ჩემი და შევრცხვი. ჩემი და მეუბნება რომ ტაში რომ შემოუცხე, ჩვენ შენ არ გიცნობთ რაღაც, ანუ უბრალოდ ხალხო, მოდი უთხრათ ამ ორ ადამიანს რომ ესენი არიან გოიმები. No, we just have social anxiety. როგორც თათა მითხრა, ისეთი ემოციით დავიყვირე რომ ვიღაც უცხო ხალხს წინ არ გიჟღა შეეშ. ანუ უმემსო იყო. ვანცა მიკილა, მაგას არ გავითამაშებ, იმიტომ რომ ვანცა დაიკილა და უცებ ეს დამიჭირე. უცებ ისმის ხალხის. აი ზუსტად ესეთი რაღაც. ხახმა შიშისგან დაში დაუგრა. იმიტომ რომ აი ძალიან
აუ არა ხახნო ის იყო. მაგარი წადით ნახეთ ეს ფილმი კინოში. აუცილებლად. როგორ მოწოდებებით გამოვიდეთ ადასანდ უკელ მე უნდა ვთქვა რომ ფილმის შუა ნაწილში ვიყავი ეს ფილმი კიდე ერთხელ უნდა ნახოთ აი აუცილებლად მინიმუმ ერთხელ ანუ ეს ფილმი არის თავიდან ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე ეს გადახტომები რო იყო დროში რა ხო იმიტომ რომ მაგაზი ზოგადად ეგრე სკეპტიკურად ვარ ხოლმე განწყობილი ძირითად შემთხვევებში მაგრამ ამან ისე იდეალურად გაამართლა და საერთოდ ანუ ჩემთვის პირადად არანაირი არაფერი არ თოუკლია პირიქით აი ერთი მომენტი იყო ეხ თან მინდა რომ სპოილერები არ ვთქვა იმიტომ რომ ეს უფრო არის ისეთი ვიდეო იცის რა მე ესეთ შემოთავაზება მაქვს ეხლა ეს ფილმი ნახეთ ყველამ და მე როცა დაიდება სტრიმინგ საიტებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ნახავთ და მე ღრმა ანალიზს გავაკეთებთ შენ შეპირებულ ხარ ადამიანზე სირათი და you just next-ine და ისე დაგვიდია. ხო და სანამ დაიდება ეს ფილმი საიტებზე. თუ იქნება მოთხოვნა, აუცილებლად ვიდეო. მოთხოვნა, ჩემი მოთხოვნა არის საკმარისი. შენ მოთხოვნა არის. ჩემი მოთხოვნა საკმარისია. ერთ ძალიან სევდიან კულმინაციური მომენტის მერე არის ფლეშბექი, ისევ სანამ წავიდოდა ამ კოსმოსში და ანუ ისეთი კომიკური სცენა არის ჩართული, იმიტომ რომ თვითონ პერსონაჟია კომიკური. რა თავიდან მეთქი ანუ რაღაც ძალიან არ იქნება ეს კარგი ისევ ფლეშბექი ანუ იმიტომ რომ ემოციურად გაგდებს რა როცა იქ ხარ და მე უცებ სხვაგან გადავყავ ემოციურად თითქოს არ გაცვლის იმის გადახარშვას მაგრამ ძალიან იდეალურად დააჯდა ეს კომიკური მომენტი და ბევრი იყო ეგეთი ეს სცენარისტსაც მაგ ეპიზოდზე ვიტყვი კიდე რომ პირიქით მანდ რო გადავიდა მეთქი აუ საღონ იმიტომ რომ იმდენად ემოციური მომენტი იყო მაშინ ზუსტად ეგ როა ემოციიდან ამოვიდა მაშინ ეგ ემოცია ხო უნდა გაეგრძელებინათ მაგ ემოციის გაგრძელება კიდე ძალიან რთული არის შენარჩუნება და მე ისე ანუ რო განელდება მე ეგ უფრო ის არის ხოლმე შემაწუხებელი და კაია რომ ფლეშბექი გააკეთეს ოღონ ხარისხიანად რო გააკეთეს ახლა მართლა ძალიან უაზროს რო ჩაისვათ ეგეც ცუდი იქნებოდა მაგრამ აი ზუსტად ბევრი ფლეშბექები რო იყო ეს ახლა სპოილერი არ არის და ერთი რაღაცა უნდა ვთქვა ფილმს უყურებ და ჩემი უმცროსი და რომელიც ახლა გვიღებს უცებ გადმოდის და ბრო რა მაგარი ტრანზიშენები ანუ ამიტომ ედიტორსაც მონტაჟორსაც ტრანზიშენებზე გამახსენდა ის დასაწყისშივე იყო პირველივე აქტში ერთ-ერთ გარდაცვლილი ასტრონავტი რო გაუშვა და მე უცებ ფლეშბექი როა და ჩიტი ჩიტად ჩიტო ძალიან მაგარი იყო მეთქი ძალიან მაგრა ქონდა ჩერჩეული რაღაც გადაბმას პოულობდნენ ან ვიზუალურ გადაბმას ან სიმბოლურ cadabmas ან ხმოვან cadabmas ძალიან მაგარი იყო საუნდიც მინდა ვახსენო აუ რა საუნდი იყო ერთ-ერთი მუსიკები იყო იდეალურად ჩერჩეული ყველა ლირიქსოც და ლირიქსიანიც აი ძალიან მაგრა აკვდებოდა არ ამოჭრ ჩაგვეჭერი კარგად ისა მე ის მომენტები მომეწონა ძალიან აი საერთოდ მუსიკაც რო არ იყო და ხმაც რო არ იყო იმიტომ რომ ძალიან რაო იყო რა აი ოპენჰაიმერის ბომბის ის ატომური ბომბის აფეთქების სიჩუმე იყო ძალიან ბევრ მომენტში გამოყენებული და ძალიან იდეალურად ეგ სიჩუმეები იყო ძალიან მაგრა ცალკე ემოცია შექმნა და აი რო ითხოვრო იმდენად გარბაში სუნთქვის ხმა არის მოდა ეს აუ ეგ ველოდებოდი ერთ მომენტში ან უბრალოდ უნდა გამომესუნთქა და ძალიან შევიკავე თავი რომ მეთქი მე არ დავარღვიო ეს სიჩუმე პოპკორნის ჭამის ხმაც კი არის მოდა და ეს ანუ ყველამ ვიცით კინოში რამ ხელა სასაულია ეს ალბათ იმიტომ რომ 38 წელი არის მუსიკა აი ყველაზე კულმინაციური სცენა რაც არის მიხვდებით სადაც ეს ემოციური ანუ აი ყველაზე ექშენ სცენა სადაც იყო და აუ რა მუსიკამ რა გააკეთა მუსიკა მე თავიმარტყმევინა ყველაფერზე იმიტომ რომ ანუ მართლა ძალიან გამლახა ოღონდ ისეთი ტანგო და მე მეტაფორულად და მე ანუ რო განვითარდა ამათის და რომ ვიხდით რატო იყო ტანგო შმანგო იყო ეს იყო შმანგო კიდე რომ მეგონა რომ გრავიტაცია მომაგონოს ან შეიძლება don't look up საერთოდ არა scratch that გადააგდეთ არა არც გრავიტაცია იმიტომ რომ რაღაც მომენტებში შეიძლება უბრალოდ კოსმოსური სიუჟეტურად და შემდეგ მაგრამ არანაირად გრავიტაცია რაც მომაგონა ერთ-ერთი ყველაზე მეტად იყო Arrival დენი ვილნიოვის განსაკუთრებით ის კომუნიკაციის ხაზი ეგ რაც იყო ეგ ძალიან გამიხარდა ეგ რეფერენს ვერ დავარქმე უბრალოდ ხო რომ გამახსენა იმიტომ რომ ეგეთ შემთხვევითი რეფერენსებიც არის ხოლმე არსებობს კი ვერ ვიტყვით რომ არ არსებობს თუმცა ვიზუალური ციტატებიც უბრალოდ რამდენად ციტატა იყო არ ვიცი მაგრამ აი მაგრად thing
სროა მაქედან გამახსენ ერთ მომენტში ძალიან მაგარი ქიარუსკურო განათებით არის რა ეს წრიული და როტრიალებს მან ოდისეა გამახსა ძალიან ბევრჯერ მქონდა ოდისეის და მან გასაგებია რომ თემატურათაც რაღაც უკავშირდება ვიზუალურად ძალიან და ბატონო ვარსკვლავური ოდის 2001 ხარ ეს არა 2000 წელი გამოგიგზავნა ნოლანმა მე და ნოლას ხო იცი რა ურთიერთობა ქრის სპოილერი არც ისე დიდი მაგრამ მაინც არა ხო ანუ რაღაც ისე სპოილერი არ არის და რენგოსი გროდესაც შევა ამ ხომალდში მაშინ აი რაღაც ეს ხაზები როა რა ზოლები ძალიან ინტერსტელარის გამახსენა კი აი ვიზუალურად ძალიან კი ვიზუალურად მაგრამ მე რა მეინტერესებს შეგას ფიქრობ გრეისმა რო თქვა რომ კიდე აი ჩემში არ გაიზარდა უცხო პლანეტელიო ეგ ელიანის რეფერენსი იყო შესაძლებელია ყოფილიყო არა ეგ რეფერენსი არ მომგონებია მაგრამ რა ვირა შეჭდებოდა ეგ რეფერენსი ანუ ზოგადად ისე ხო მაშინ ვაინად კი ბატონო ძალიან დავიზუბლად მეტაფორულად არის მაგრამ production design production design-ი ამ ხალხს როგორ უნდა დაუკოცნო ხელებას მგონია რომ აი მილიონი როკი მაშენა იგენ ყველაფერი ყველაზე გაკეთებული იყო ასე მგონია რომ ერთ-ერთი იყო თვითონ რაიან გოსლინგის რაღაცებს აწებებდა ანუ რაღაც ძალიან დიდი სული ჩანს ყველაფერში რაც ამ ფილმში და აი ატმოსფერო ეგ ასეთი კარგი კომედია ამდენ რაღაცაზე რო გამცინებოდა მართლა ანუ ამერიკული თან რაღაც ამერიკელებისგან რაღაც ფერს არ მოველე ხოლმე ძირითადად კომედიის და აქ მართლა ანუ იმდენ რაღაცაზე ამოვიხარხარ და მართლა მთელი დარბაზი ხარხარებდა რა განსაკუთრებით ჩვენ იმიტომ ჩვენ არ გვწყვეტოდა იმიტომ რომ ეგ ფილმი ეგ ხუმრობები იმისთვის არის რომ ხალხმა იცინოს ზუსტად ასეთი სიტუაცია კოსმოსში არის გაჭედილი ადამიანი რომელიც ანუ უბრალოდ ვერ გადარჩება განცირულია როგორ შეიძლება სიტუაციური კომედია იყოს მაგრამ პერსონაჟი იმდან კომიკურია და მე ამათი ურთიერთობას და დინამიკა ამათი ურთიერთობა არის უბრალოდ backbone of this movie და როკიზე იოდა ხო გამახსენდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ როგორ შეიძლება ესა კიდე მარველის გრუთიც გამახსენდა ოღონდ აქ იცი რა იყო კიდე განსაკუთრებული სახე რო არა და რამდენი ხო ეგ როგორი საინტერესოა ხო ნიშნავს რომ ანუ სახის garaშე შეიძლება შეგიყვარდეს პერსონაჟი სახეზე ის გამახსენდა გრეისი როჭამს ამაზოზანია და როკი როჭამს ალამაზია და როგორ ჭამ ეს უკახმები რაც ისმის ანუ რეალ თავის ენაზე როცა ლაპარაკობს როკი ეგ არის ძალიან მაგარი და კომიკურად იყო ნაჩვენები შენი მეითო რო ეუნება იმას რა ქვიაო და რო უყვება სახელს და ხო რაღაც კომიკურად არის გაკეთებული მაგრამ ანუ ქვას რა მხელა გულეკ ანუ ძალიან ვიგრძენი როგორ უყვარს თავისი აი ხო აქ იმიტომ მოვედით რომ გარდა იმისა რომ კინოა რაღაცა და ბატონი რამაჩხიკვაძის შესრულებული პერსონაჟი ანუ როკი არის სუსტად ეს პოზიცია რა სუსტად ეს პოზიცია როცა თავის ეს production-ზე თქვა ეს აუცილებლად თქვა production-ზე იმხელა სიმყუდროვის შეგრძნებაა აი ძალიან დიდი სხვა კოსმოსურ ფილმებთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიცივე არის ხოლმე იმიტომ რომ გადავდღვრალებული რაღაც აქ არა ან განათება აკეთებს განათება არის შეშლილი ამ ფილმში ზოგადადაც რო დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ CGI არ არის გამოყენებული და ნაკლებად არის ეს რაღაცები ასეთი ჩართულობა გასაგებია მაგრამ თვითონ შიდა ინტერიერისთვის განათება ძალიან მაგრა იყო გაკეთებული და სახლურ გარემოს ხო აი ძალიან მყუდროდ ხარ აი ეგ ძალიან მაგარი იყო ეს როკის ხმაზე იყო ამის განცდები და ძალიან დიდი ტრაგიკული განცდები არ გადმოსცენ იმ ადამიანის ხმით რაც გრეისმა მოკლედ რაღაც მოაწყო არ ვიცი მე ეგეთებში ვერ ვიყავი როგორ გაკეთეს ერთად ვერ ხვდები მაგრამ ადამიანის ხმით არის გადმოცემული მიუხედავად იმისა რომ შეუძლია თავისი ანუ იმ ქვის ხმით არის გადმოცემული და იმდენად ტრაგიკულია ანუ ხო ხვდები რომ მომენტზეც კი იმდენად ტრაგიკულია და იმდენად არ ვიცი ანუ მან დრო დამთავრებულიყო ფილმი ალბათ ეგ ხმა ეხაც არა მომდის თავიდან მაგრამ ანუ მაგ ტრაგიკულ ნოტზე რო დამთავრებულიყო ფილმი უბრალოდ ეგ ხმა დამესიზრებოდა ალბათ რომ ძალიან არა ახლა ბევრ რაღაცას წავიკითხავ ამ ფილმზე პირველ რიგში იქ ხმა მაინტერესებს აი რა მექანიზმით რით გააკეთეს ანუ რაზე იმუშავეს რომ იმ როკის ენა მიეღოთ რა ენაზეც საუბრობთ ძალიან მაგარი და ერთ მომენტში რა ის გავიფიქრე რომ იმ YouTube-ზე როდებენ ხოლმე making of this movie და რაღაცა აი მაგასაც ისე ველოდები როგორც თვითონ ფილმს ველოდებოდი მე მგონი
მე მგონი შეიძლება მე უფრო პირადად მეტად, უფრო მეტად დავულოდ, იმიტომ რომ ასთან არ ველოდებოდი ამ ფილმს. თან რა თქმა უნდა ორი მთავარი პერსონაჟია გრეისი და როკი და ის ანუ ადამიანის და უცხო პლანეტის ურთიერთობა და როგორ მოახერხეს ამ უცხო პლანეტების ჩვენ შეყვარება და გაადამიანურება კი არა, ანუ თავის ინდივიდად ქცევა, ანუ ჩვენ აღვიქვამთ იმას, რომ ის სხვა ინდივიდია, მაგრამ სხვა არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გვიყვარდეს პირიქით და ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მესიჯი და ძალიან კარგად გაკეთებული რაღაც, რომ ის რასაც ადამიანები ადამიანურობას ვეძახით, არის ისეთი მოვლენა, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გვახასიათებს. როგორც არის მიჩნეული, რომ ადამიანი არის გვირგვინი, ამიტომ უნდა შეფასდეს ჩვენი ყველაზე კარგი ქცევები, ყველაზე სწორი ქცევები ადამიანურად, მაგრამ ის რასაც როკი აკეთებს, ეგ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მესიჯი იყო, რომ ადამიანურობა დევს აი აქ და არა შენს გენეტიკაში, არა შენს გენში და ხო შენ ბიოლოგიაში, აი აქ დევს და აი აქ დევს. და ასევე ჩემი შეფასება როკი ქვასაც აატირებს. ეს პერსონაჟი არის, ოღონდ აატირებს იმიტომ კი არა რაღაც, აი თავისი სისაყვარლის გამო რა. ჟანზე აუცილებლად უნდა თქვა, რომ ამ ფილმს უწერია ექშენიც, რასაკვირველია, იმიტომ რომ დედამიწა განადგურდება რაღაცა, ესე იგი ექშენი უნდა იყოს. ასეთი სწორი, ანუ ასეთი ექშენი. ანუ რაღაც მომენტში მართლა დარწმუნებული ვარ იმ კინოთეატრის სავარდალ სონორშიც მე ვიჯექი, ჩემი ნათითურები ატყუა, იმიტომ რომ რაღაც კულმინაციურ მომენტში აი ესეთი ვიჯექი და მართლა ანუ სუნთქვის ხმა არის მოდა საერთოდ, ანუ არ ანუ გრეისის თვითირონია არის ამ პერსონაჟის მომძრაობელი ძალა, როგორც გამორჩეული პერსონაჟის, იმიტომ რომ გიждები პერსონაჟებს, რომელსაც თვითირონის და ზოგადად ადამიანებს, რომელსაც ეს უნარი განვითარებული აქვს, მაგრამ აი ამას რაღაც სხვა დონეზე აქვს მართლა, ანუ ძალიან მაგრა იყო დაწერილი, ანუ ყველა აი პერსონაჟი იყო ძალიან მაგრა დაწერილი და მე ვგიждები იმაზე, უბრალოდ გრეისი, აი როკის იმიტომ ახსენებთ ამდენჯერ, რომ ზუსტად მაგიტო რომ უცხო პლანეტელია სახე არა აქვს, ენა არ გესმის, არაფერი, აი ქვას უყურებ და ეს ყველაფერი ქონათ დაწერილი, ისე რომ მაგარი პერსონაჟი დაწერეს, აი ამდენი რაღაცის არ ქონით. ძალიან მაგარი იყო ყოჩახ და უბრალოდ ეს რეჟისორები აი არ ძალიან მაგარი ბიჭები არიან. მეც ახლა მაშინ რომ განვიხილეთ რა ტრეილერში რა ქცე რო ქონა ხო გადავალე რაღაც თვალი და აი მაგიტო არ მიკვირს, რომ კარგი ჰუმორი იყო, იმიტომ რომ ჯამპსტრიტი აქვს გადაღებული. მაშინაც მახსოვს რომ სხვა რაღაცებს რაითერები არიან, რაღაცებს რეჟისორები არიან, რაღაცებს პროდიუსერები არიან, რაღაცებს ედიტორები არიან. ანუ აი ყველა სხვადასხვა სფეროში ქონდათ რა ნამუშევარი და აქ ძალიან მაგრა გამოაჩინეს, მაგრამ უბრალოდ ანუ წელს ასე მგონია რომ ეს ფილმი სხვა ფილმების პროდაქშენს შევადარებ ამ ფილმის მიხედვით. აი აუცილებლად. და ოსკარებზე აუცილებლად თავის სიტყვას იტყვის ეს ფილმი. აი ეგ ხო აქედანვე ეს არ შეგვიძლია. და აი ეგ მინდოდა კიდე ხუმრობაზე მეთქვა, რომ როცა ტრეილერი დავარეაქტით, იქაც ხო გაგვეცინა რაღაც მომენტებზე ძალიან კარგად იყო, მაგრამ ახლა უკვე კონტექსტში რო იყო, მთლიან კონტექსტში რო უყურებ განსაკუთრებით მუნვოლკიც კი არ შემიძლია რა კოსმოსში. კი, ანუ ეგ ეპიზოდი ჩასმული იყო ტრეილერში და გაგვეცინა, მაგრამ უკვე იმ ყველაფერს რო უყურებ, ეს მომენტი სადაც არის ფილმში ჩასმული, იმდენი რაღაცა გაქვს ნათქვამი და ამ ყველაფერს მე კი ფლეშბექში ამბობს, მაგრამ მაინც ისეთ ფლეშბექში და ზუსტად ისეთი მომენტის მერე ანუ აუ ერთი რაღაც ვიცოდი კიდე ერთი ფაქტი შემომიხტა სახეზე შემომახტა ამ ფილმთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ პირიქით რომ უყურებდი უფრო მესიამონა ამ ფაქტის ცოტა. სანდრა ჰულერი რომ ღერის იმ საილსის სიმღერას, ეგ არ ყოფილა თურმე, ანუ ჰულერს არ უნდა იმღერა, როგორც ვიცი. რაიანმა შესთავაზა რომ შენ იმღერეო და იმღერა და ძალიან მაგის პერსონაჟი იყო. crazy, იმიტომ რომ ჯერსაც სიმღერა ხო იდეალურად ჩაჯდა კონტექსტში, იდეალურად თქოს, ანუ ჰარი ამაზე დაწერა, იმიტომ რომ არ ვიცი ეგრე. ხო. დავუშვათ რაიანის პერსონაჟს რო ემღერა ეგ და სანდრას პერსონაჟს არ ემღერა. კი შეიძლება რაღაც იქ კიდე ვერაფერი გვეკრძნო, მაგრამ სანდრას პერსონაჟს დააკლდებოდა ძალიან ბევრი როგორც პერსონაჟს და ამ სიმღერის იმ მომენტში სიმღერა როცა იმღერა და მე იმ მზერის გასვლა გამოსვლამ რაც ამ ორ პერსონაჟს შორის მოხდა, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგ ურთიერთობისთვის. კი, თან მით უმეტეს მე რამდენიმე დღეში მაგ ნამღერიდან ისი გაკეთება უწევს. აი მე რო უყურებ,
ეგ კიდეც ცალკე ამბავია. და ეს მინდა ვთქვა, ტრეილერის დარექტების დროსაც არ ვიცი ვიცოდით, მე არ მახსოვდა, იმიტომ ფილმი არის ადაპტაცია. ხო, მახსოვდა კი. ამ ფილმმა მომანდომა რომ ეს წიგნი წავიკითხო, აუცილებლად მინდა რომ წავიკითხო და ქართულად არ მგონია იყოს და იმედია გავქაჩავ ინგლისურად. ქართულად გავქაჩავ ვიცი. აი ძალიან მინდა რომ ორიგინალში, იმიტომ რომ ფილმი ხა ფილმის ყურება ინგლისურად სხვა არის და წიგნს აკითხო კიდე სხვა არის. იმიტომ რომ მაგის წაკითხვა მინდა, როკი მინდა წავიკითხო. ბეთჰოვენის სიმფონია. ხო, ანუ მარსა ტიპი თავის სახელი ქვია, თავის შეყვარებული სახელი არის რაღაცა არის. გრეისის სახელი არის, ოღონდ უფრო მაგარი. ეგ იყო ჩემი ფავორიტი მუსიკა ამ ფილმში ალბათ გრეისის სახელი როკის ენაზე. რაიანზე ვთქვათ რომ სიტყვა ძალიან ხდება ამლოსაც. რაიანი რომ მაგარია და რაიანი რომ ჩასაყლავი ადამიანია, ახლა მაგეთ. დრამატული და კომიკური მომენტები ძალიან მაგრა დააბალანსა. ძალიან This is me guys-ზე უფრო უმეტად დავაფასოთ ეს კაცი, იმიტომ რომ გასაგებია რომ რა. ეგეთია, რაზეც არ ყოფილა. არა, რაიანი არა, რაიანის მემებზე რო მაგარი ტიპები, მაგარი ბიჭები ვინც ვართ, რა ხუაზე ხარ, ეგენი ხო? This guy is me, absolutely me, you know. ძალიან მინდა რომ როკის ენა შევისწავლო. და კიდე როგორც კი როკის ენას ახსენებ, უბრალოდ ავტომატურად იოლინო. თან ბოლოშიც გავიდეთ. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ მაინც ეს უბრალოდ ხო არ არის სიღრმისეულები, მაგრამ უცებ რო ვთქვათ, ესე იგი, ეს არის იმ ფილმების იშვიათობა, უიშვიათესობა, სადაც IMDb-ს ყველა ჟანრი რაც უწერია, არის გამართლებული 10,000%-ით და ფილმი არის როგორი? ესე იგი, ესთეტიკური ტკობა უმაღლესი, ვიზუალურად არის უმაღლესი, კამერა, განათება, პროდაქშენი არის უმაღლესი ხარისხის, პერსონაჟები არის დაწერილი უმაგრესად, სცენარი არის და სიუჟეტი, დრამატურგია არის აგებული ძალიან მაგრად, აი სახიფათო ფლეშბექები, რომელიც ძალიან სახიფათოა, რომ არის გაკეთებული ძალიან ზუსტად, ძალიან კორექტულად, ტემპი ძალიან მაგრა იყო შენარჩუნებული, რეჟისორებს საღოლ ყველაფერი იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და უკეთესი. და ის ამხელა ჰაიპი რო ქონდა ამ ფილმს, საერთოდ არ მეკუს რომ ამხელა ჰაიპი ქონდა კი არა, კი ბატონო და უფრო მეტიც რო ქონდა, საერთოდ მე მგონი არ იქნება უსამართლობა. კი ბატონო, ამ სიტყვით დავასრულოთ. კი ბატონო, ნახვამდის, აბა თქვენ იცით, აბა ჩვენ ვიცით, კარგად იყო. ეს ადრესად დავასრულოთ გთხოვთ. ნახვამდის. ის არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.